წარმოედგინე ეს სცენა, დილით იღვიძებ სარკეში იყურები და პირველად ხვდები, რომ შენი სხეული გეუბნება, დროა ცვლილებები დაიწყო. ტანსაცმელი, რომელიც ერთ დროს თავისუფლად გეცვა, ახლა გაწვება. გრძნობ დაღლილობას, გიჭირს კონცენტრაცია და ენერგია. ეს არ არის უბრალოდ 17 კილოგრამები, ეს შენი სხეულის სიგნალია, რომ საჭიროა მოქმედება. და შენ სწორედ აქ ხარ, იმიტომ რომ გაინტერესებს არა მხოლოდ ზონაში დაკლება, არამედ სწრაფად და ჯანმრთელად, რადგან არ გინდა გასახდომი აბების მიღება ან მშიერი დიეტა, რომელიც მხოლოდ დროებით მოგცემს შედეგს. მაშ ასე, მოდი გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს შესაძლებელი იყოს, მეცნიერულად დამყარებული, უსაფრთხო და სტაბილური გზით. პირველი, რაც უნდა გაიაზრო, წონის კლება არ იწყება მხოლოდ დიეტით ან ვარჯიშით. ის იწყება გონებაში. შენს მოტივაციაში. მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ ნაკლები კილოგრამის სასწორზე, მიზანი უნდა იყოს ენერგია, სიჯანსაღე, ძალა და სარკეში იმ სხეულის ხილვა, რომლითაც ამაყობ. სწორედ ეს ხედვა უნდა გახდეს შენი შთაგონების წყარო. ბევრს გონია, რომ წონაში კლებისთვის საკმარისია ნაკლები ჭამა და მეტი ვარჯიში. მაგრამ სიმართლე უფრო ღრმაა. ძირითადი მეტაბოლური სიჩქარე, ანუ რამდენ კალორიას წვავს შენი სხეული დასვენების მდგომარეობაში, გადამწყვეტია. მისი გაზრდა შეგიძლია რამდენიმე გზით, დაიწყე დღე ცივი წყლით, ერთი ჭიქა ლიმონიანი ცივი წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს 30 წუთით. ყოველდღიურად ივარჯიშე 15-20 წუთით მაინც, განსაკუთრებით ინტენსიური ინტერვალური ვარჯიშები. დაამატე ცილა, კვების დროს ცილოვანი პროდუქტები, როგორიცაა კვერცხი, ქათამი, ბარდა, იოგურტი, მეტ ენერგიას მოითხოვს გადამუშავებისას, რაც მეტ კალორიას წვავს. დიახ, სწორად წაიკითხე, არ არის აუცილებელი შიმშილობა. რაც უფრო ცოტა ჭამ, მით მეტად იმატებს შიმშილის ჰორმონი გრელინი, რაც უფრო ხშირად შეგიყვანს კუნთების დანაკარგსა და ნივთიერებათა ცვლის შენელებაში. ასე რომ იკვებე დღეში 3 ძირითადი და 2 მცირე პორციით. მოერიდე შაქარს, თეთრ პურს, სწრაფ ნახშირწყლებს, ისინი იწვევს ინსულინის მომატებას და ცხიმის დაგროვებას. ჩაანაცვლე გადამუშავებული პროდუქტები ბუნებრივით, თხილი, ავოკადო, ბოსტნეული, ხილი, ხატო. გამოიყენე ფერების წესია, რაც უფრო ფერადია თეფშზე საკვები ბოსტნეულისგან, მით უკეთესი. სხეულში ცხიმისთვის პროცესს ლიპოლიზი ჰქვია და იგი წყლის გარეშე არ ხდება. ბევრ ადამიანს სავსებით აქვს წყლის დეფიციტი, რაც არა მხოლოდ მეტაბოლიზმს აჩერებს, არამედ სიგნალებსაც აყალბებს, ტვინი ხშირად შიმშილს წყურვილად აღიქვამს. სვით დღეში მინიმუმ 2 მაისი ლიტრი წყალი. ჭამამდე 20 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყალი დაგეხმარება ნაკლები რაოდენობის საკვების მიღებაში. წყალში დაამატე ლიმონი, კიტრი ან პიტნა, ეს დაგეხმარება დეტოქსშიც. კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ ძილის უკმარისობა იწვევს წონის მომატებას. როცა არ გძინავს საკმარისად, იმატებს გრელინი, შიმშილის ჰორმონი, იკლებს ლეპტინი, დანაყრების ჰორმონი, იზრდება სურვილის სწრაფი, კალორიული საკვებისადმი, იმატებს სტრესი და კორტიზოლი, რაც ცხიმს მუცლის არეში აგროვებს. იმისათვის, რომ წონაში სწრაფად და ჯანმრთელად დაიკლო, გეძინოს მინიმუმ 7-8 საათი. რამდენჯერ მიგვიწვდება ხელი შოკოლადზე ან პიცაზე მაშინ, როცა სინამდვილეში მოწყენილები ვართ და არა მშიერნი. ემოციური კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წონაში მომატებისას. გამოსავალიან, დააკვირდი თავს ჭამის დროს რეალურად შიმშილი გაწუხებს თუ ემოცია. გამოიყენე დღიური ან აპლიკაცია, სადაც ჩაიწერ როდის და რატომ ჭამე. იპოვე შემცვლელი, სეირნობა, მუსიკა, მედიტაცია. არ არის საჭირო TikTok-ზე ნანახი 3 დღეში 5 კილოს დაკლება გეგმები. შენი მიზანი უნდა იყოს 0.5 1 კილოგრამის წონის კლება კვირაში, ეს უსაფრთხოა და შენარჩუნებადი. შექმენი მორგებული გეგმა, კვირაში 5 დღე აქტივობა, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, ცეკვა, სეირნობა, ველოსიპედი. დაისახე პატარა მიზნები, მაგალითად ამ კვირაში დავდივარ ყოველდღე 20 წუთით. დაჯილდოვე თავი პროგრესისთვის, არა საჭმლით, მაგალითად ახალი სპორტული ტანსაცმლით ან ფილმით. ხშირად ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინები უშლის ხელს წონის კლებას. ბუნებრივი დეტოქსი ეხმარება ორგანიზმს ეფექტურად იმუშაოს. დაიწყე დღე თბილი წყლით, ლიმონით და კოჭათი. მიიღე ბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა სელის თესლი, ქათო, ჩია, ციციბურა. კვირაში ერთხელ შეიტანე დღის დეტოქსი, ბოსტნეულის სმუზი, ხილის თხი ან მწვანე ჩაი. წონის კლება არ არის მიზანი, ის შედეგია ჯანსაღი ცხოვრების წესის. როცა შენ ხარ დაბალანსებული ფსიქოლოგიურად, იკვებები სწორად არ ხარ მშიერი, სვამ საკმარის წყალს და გძინავს მშვიდად, სხეული თავისით იწყებს ცხიმის გადამუშავებას. შენ არ ხარ მარტო ამ გზაზე. არც გჭირდებია იდეალურობა. მხოლოდ ერთი სწორი ნაბიჯი დღეში და 30 დღეში შენ უკვე ვეღარ იცნობ საკუთარ თავს სარკეში. დაიმახსოვრე, შენი სხეული არის შენს გვერდით, უბრალოდ დაუდექი მას გვერდში.